მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, კორუმი გვაქვს. დღის წესრიგი დარიგებულია, თუ რაიმე შენიშვნა არ არის, დავიწყოთ მუშაობა ამ დღის წესრიგით. მადლობთ. პირველი საკითხი. საქართველოს პარლამენტის წევრების ნინო წილოსანის, პაატა კვილინაძის, რამინა ბერაძის, ლევან მაჭავარიანის, ირაკლი ხელაძის, ბეჟან წაკაძის, დათო კოდუა, ზაზა ლუმინაძის, შოთა ბერიკაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ანტონო ბოლაშვილის, ირაკლი მეზონიშვილის, მარიამ ლაშხის, ვლადიმერ კახაძის, ზაალ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი კანონის პროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ და თანხმლები კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ქალბატონი ნინო წილოსანი. გთხოვთ ქალბატონი. მოგესალმებით კოლეგებო, წარმოგიდგენთ კანონის პროექტს, რომელიც გულისხმობს დაგროვებითი პენსიის იდეის განხორციელებას და იმ გვარცვლილებებს, რომელიც როგორც ამ საპენსიო თანხების აღრიცხვიანობას, ასევე მის ბიუჯეტში და საპენსიო სააგენტოში შეეტანას კიდევ უფრო ეფექტურს გახდეს. პრობლემა ჩვენამდე მოვიდა ბუღალტერთა პროფესიული წრეებიდან, შემდგომ განხილული იქნა ეკონომიკის სამინისტროსთან და საპენსიო სააგენტოსთან და მათი მხრიდანაც უკვე იდენტიფიცირებული საკითხების შესაბამისად მომზადდა დაჩქარებული წესით კანონის პროექტი, რომელიც გულისხმობს შემდეგ საკითხებს. პირველი, აღნიშნული ინიციატივით დაგროვებით საპენსიო კანონში ცვლილებებით საპენსიო სააგენტოს უზრდით უფლებამოსილებას იმგვარად, რომ მოქალაქის მიმართვიანობის საფუძველზე საპენსიო სააგენტოს შეიძლება, რომ კომპანიიდან და დასაქმების ადგილიდან გამოითხოვოს ინფორმაცია საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, შეისწავლოს საბუთები და შესაბამისად დაიცვას დასაქმებულის უფლებები. ამავდროულად, თუ საპენსიო სააგენტო თავად დეკლარაციებს შორის გულისხმობთ იმას, რომ საშემოსავლო დეკლარაცია პირდაპირ ებმის საპენსიო გადასახადებსაც და მათ აქვთ გარკვეული ხედვა და ხილვადობა იმისა, თუ რა გადასახადი იქნა გადახდილი საშემოსავლოსთან დაკავშირებით, შესაბამისად შეიძლება დაიდენტიფიცირდეს საპენსიო გადასახადების ნაკლებობა, მათ შეუძლიათ, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოკლედ მაქსიმალური ინფორმაცია გამოითხოვონ დასაქმებულის ადგილიდან. ამავე კანონში ზუსტდება საურავის ოდენობა და მისი დარიცხვის წესი. ამ საკითხში საფინანსო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით გაქვთ დარიგებული პროექტი და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხი ჩვენს ინიცირებულ ვერსიაში არიდო კომიტეტთან კონსულტაციით უკვე შევიტანეთ ცვლილებები და შესაბამისად დაკორექტირდა ფორმულირებები, რომელიც ასახულია უკვე თქვენს ხელთ არსებულ ვერსიაში. საურავის ოდენობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დამატებული 5%-ის ოდენობით განისაზღვრა და შესაბამისად დაზუსტა, როგორც გითხარით, საურავის დარიცხვის წესი. დარიცხვა ხორციელდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის მომდევნო თარიღიდან და გრძელდება დასაქმებულის მიერ შესაბამის საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე. ჩვენი ცვლილებებით ასევე ზუსტდება საპენსიო შენატანის განხორციელების შემთხვევაში ჯარიმის დაკისრების საკითხი. მოკლედ აქ ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი ის იყო, რომ თუ ყველა სხვა დეკლარაციის შემთხვევაში დამსაქმებელს და ბუღალტერს შეეძლო დაეზუსტებინა დეკლარაცია და ამისთვის ის არ დაჯარიმებულიყო და არ დაჯარიმებულიყო იმისთვის, რომ თავადვე აღმოაჩენდა თავისივე რაღაც უზუსტობას დეკლარაციებში, ჩვენ შემთხვევაში ყველა შემთხვევაში იგულისხმებოდა 500 ლარიანი ჯარიმა. იმიტომ რომ შევისწავლეთ ასევე სხვა საგადასახადო დეკლარაციების პრაქტიკა და კონსულტაციები განვახორციელეთ პროფესიულ წრეებთან, ეს საკითხი დარეგულირდა შემდეგნაირად. დეკლარაციის დაზუსტება, ანუ დამსაქმებლის მხრიდან თავადვე აღმოჩენილი უზუსტობა სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულების ნაწილში არ იქნება დაჯარიმებული 500 ლარიანი ჯარიმით, თუ დამსაქმებელს ანგარიშზე უდევს თანხა და რეალურად ამით არაფერი არ აზარალა თვითონ დასაქმებული და არც მთლიანად საპენსიო სააგენტოს ნაწილი. მაგრამ დასაქმებული ჯარიმდება დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში და თუ დაკორექტირებულ დეკლარაციას თანხა არ დახვდა ანგარიშზე, ამ შემთხვევაშიც იქნება დაჯარიმებული ამ დეკლარაციის დაზუსტება და წარმოდგენა. ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში დამსაქმებელი საურავის გადახდისგან არ თავისუფლდება, ეს არის მნიშვნელოვანი, ჯარიმდება თუ არ ჯარიმდება გადაუხდელ თანხაზე აუცილებლად ერიცხება საურავი, იმიტომ რომ ეს არის დასაქმებულის თანხა, რომელიც მას საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე და საპენსიო ანგარიშზე უნდა ედოს და ამიტომ
თითეული დამსაქმებელი ვალდებული არის, რომ სათანადოდ აღრიცხოს და უზრუნველყოს თანხების განთავსება. აქვე განისაზღვრება, რომ ჯარიმის თანხა მიემართება სახელმწიფოს ბიუჯეტში, განსხვავებით იმისგან, რომ საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული საურავი მიემართება საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე და შესაბამისად აღირიცხება დასაქმებულის საპენსიო თანხაზე. ამისგან გამომდინარე გვაქვს ასევე ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ამ დიდი ცვლილებებიდან გამომდინარე და კოდექსში საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის შესაძლო სახდელის დაკისრების ვადა მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანს 6 თვისაგან ისაზღვრა. ამასთანავე საპენსიო ფონდის მიერ პირის დაჯარიმება ელექტრონული ხდება სააგენტო გამოსცემს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამოვლენისას ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. კოდექსით განისაზღვრა ასევე, რომ თითეული ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობის მიუხედავად პირს სახდელი ერთხელ დაეკისრება და საახსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში ტექნიკურად ზუსტება და ცვლილებებთან შესაბამისობაში ხდება ნორმის ფორმულირების გასწორება. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც პირველი მოსმენის შემთხვევაში უნდა განვიხილოთ და კითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვარ უპასუხო. მადლობთ ქალბატონო ნინო. არა მარტო მოხსენებისთვის, ზოგადად ამ თემის წამოწევისთვის, მართლაც ვადასტურებ, რომ ჩვენ კომიტეტში, ეკონომიკის სამინისტროში და სააგენტოშიც ეს საკითხი შეჯერებული არის და თუ რაიმე შეკითხვები არის, თხოვთ დავსვათ. შეკითხვები არ არის, დიდი მადლობა. მხარი დაუჭიროთ მაშინ უკან პროექტს. მადლობა. შემდეგი საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კავშირის ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო დანდილაშვილი. გთხოვთ ქალბატონი. მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტს. მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობის გაზრდას. კერძოდ, დღეისთვის არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი შეადგენს დაახლოებით 100,000 ჰექტარ ფართობს და კანონპროექტის მიღების შემდეგ დაახლოებით 3,600 ჰექტარით გაიზრდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი და უფრო კონკრეტულად ვაშლობის ხეობას მიენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ხეობა არის ძალიან გამორჩეული ბიომრავალფეროვნებით, ტყის ეკოსისტემებით და ამასთან ერთად უნდა ისიც აღინიშნოს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მომართვის და ინიციატივის საფუძველზე მოხდა, ასე ვთქვათ, ამ კანონში ცვლილებების ინიცირება და ჩვენი მხრიდან კვლევების ჩატარება, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია ამ ტერიტორიას და შესაბამისად მოსახლეობა საკმაოდ მოწადინებულია, რომ აქ, ასე ვთქვათ, ამ ტერიტორიას მიენიჭოს ლანდშაფტის სტატუსი და შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს ამ ტერიტორიაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც მოგეხსენება, დაცულ ლანდშაფტს მართავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ანუ ეს არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ წლების განმავლობაში, როცა გარკვეული კატეგორიის დაცული ტერიტორიების სამართავად ჩვენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადავეცით და ესეც მოცემულ შემთხვევაშიც მსგავსად იგივე თუშეთის დაცული ლანდშაფტის, არაგვის დაცულ ლანდშაფტს სამართავად, ასე ვთქვათ, გადავცემთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, სადაც შექმნილი არის შესაბამისი IP, არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია და მათთვის ხდება ბუნებრივად დამატებითი თანხების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. წელსაც გვაქვს, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული თანხები და 2026 წლიდან უკვე დამატებით საჭირო იქნება 105,000 ლარის ოდენობის თანხა იმისთვის, რომ ადგილზე მუნიციპალიტეტმა ეფექტიანად შეძლოს გაფართოებული არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა. ეს გახლავთ მოკლედ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ შეკითხვები არის, მზად ვარ უპასუხო. მადლობა. შეკითხვები მე მაქვს თუ სხვას აქვს? კი ბატონო, ბრძანეთ. მოგესალმებით კოლეგებო, მნიშვნელოვანი საკითხია და მივესალმები, რა თქმა უნდა. და ეს შეიძლება პირდაპირ არ ეხება ამას, მაგრამ მინდა რომ საქმის ყურში ჩაგაყენო და ალბათ იცით კიდევაც რომ მაგალითად ქალაქში ლისის ტყის მიდამოები ყოველდღიურად მცირდება მისი კალაპოტი
და ამაზედაც რაღაც ღონისძიება მის მეზახები ხა მომართვა თუ არის საჭირო პირდაპირ მოგვართავთ როგორც პარლამენტის წევრი რომ ამას მივაქციოთ ყურადღება იმიტომ რომ დავკარგავთ ამ ადგილს ჩვენ ტურისტულ ადგილს რომელიც ყოველ შაბათ-კვირით სავსეა ჩვენი მოქალაქეების რომელსაც არ აქვს ქალაქგარეთ გაცვლის საშუალება ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა არანაკლები ამაზე თუმცა ესეც მნიშვნელოვანია და თხოვნა მექნება რომ აი ამ თემას მივაქციოთ ყურადღება და რაღაცა უშუალოდ ამ ადგილს მადლობთ კალვადონინო შეიძლება ამ შეკითხვა არ ეხება კანონპროექტს მზად არ იყოთ შეგიძლიათ ეხლა შეგიძლიათ შემდეგში გაცეთ პასუხი მე ტრადიციული კითხვა მაქვს ასეთ შემთხვევებში რა თქმა უნდა მივესალმებით რაც მეტი იქნება ასეთი ტერიტორიები მაგრამ კითხვა მოსახლეობასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ რაღაც შეზღუდვები ხდება და მოსახლეობასთან თუ არის გავლილი და რას ამბობენ პასუხებ თქვენის ნებართვით თუ მეტი შეკითხვები არ არის პირველი საკითხით დავიწყებ მოგახსენებთ რომ ჩვენ ესე იგი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტთან ერთად გასულ პერიოდში რამოდენიმე წლის წინ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ჩაატარეს გარკვეული კვლევები ლისის ტბასთან მიმართებით და ჩვენი მხრიდან გარკვეული რეკომენდაციები გაიცა აქ ძირითადად მნიშვნელოვანია წყლით შევსების საკითხი ტბის იმიტომ რომ ჩამონადენი ანუ ბუნებრივი ჩამონადენი შემცირებული არის და შესაბამისად ეს გარკვეულწილად იწვევს ამ ტბის ეკოსისტემის გაუარესებას თუმცა დამატებით კიდევ ასე ვთქვათ ჩვენი მხრიდან მოხდება ამ საკითხის შესწავლა მუნიციპალიტეტთან ერთად და უფრო მეტად დაზუსტებულ ინფორმაციას მომდევნო პერიოდში მოგახსენებთ ამ ეტაპზე ეს შემიძლია გითხრათ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია რაც მაქვს რაც შეეხება ბატონ პაატას შეკითხვას დიახ ანუ როგორც დასაწყისში აღვნიშნე თვითონ მუნიციპალიტეტის და ადგილობრივი მოსახლეობის იქ მცხოვრები მოსახლეობის მომართვის საფუძველზე დავიწყეთ ჩვენ ამ ტერიტორიის შესწავლა რეალურად ინიციატივა წამოვიდა აქ ვაშლობის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობიდან და მე უკვე ჩვენი დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტები და სამინისტროს სპეციალისტები ჩავიდნენ ადგილზე გაეცნენ სიტუაციას და შეისწავლეს ამ ტერიტორიის დაცულ ტერიტორიად ჩამოყალიბების საკითხი ამიტომ მოსახლეობა არის ძალიან მოწადინებული ისინი ინფორმირებულები არიან რომ აქ იქმნება დაცული ლანდშაფტი დაცული ლანდშაფტი მოგეხსენებათ რომ ყველაზე ესე ვთქვათ ისეთი კატეგორიის დაცული ტერიტორია სადაც ყველაზე ნაკლები შეზღუდვები არის ფაქტობრივად ისეთ ტერიტორიებს ენიჭება დაცული ლანდშაფტის სტატუსი, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და ანუ იქ ტრადიციულად ის საქმიანობები, რასაც ისინი ახორციელებენ, არ იზღუდება დაცული ლანდშაფტის შექმნის პირობებში. პირიქით, ანუ ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა, რაც ახასიათებს ამ ტერიტორიას, რეალურად ამის დაცვისთვის არის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ტრადიციული საქმიანობების გაგრძელებისთვის დაცული ლანდშაფტი და ამიტომ ეს საკითხი სრულად შეთანხმებული არის, განხილული არის, განხილვაც იყო საჯარო განხილვა ადგილზე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მიესალმება მოსახლეობა ამ პროცესს. მადლობა. სხვა შეკითხვები არ არის, მაშინ ხარი დაუჭიროთ თქვენს ნებართვით. მადლობა კალბატონინო. მესამე საკითხზე მოხსენებელი კალბატონი ნინო ენუქიძე ვერ ახერხებს მობრძანებას სახელმწიფო ქონების შესახებ კანონზე და შემდეგში განვიხილავთ. მეოთხე საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი SIP საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 2024 წლის ანგარიში მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი. გთხოვთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მივესალმები პარლამენტის წევრებს. წარმოგიდგენთ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 ჯორჯია LP ვენჩურულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებულ 2024 წლის ანგარიშს. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ფონდში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მონაწილეობს 2022 წლის 27 დეკემბრიდან შესაბამისი მთავრობის განკარგულების საფუძველზე. თავის მხრივ ფონდი 500 ჯორჯია LP წარმოადგენს ვენჩურულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც დაფუძნებულია დელავერის შტატში როგორც კომანდიტური საზოგადოება. რაც შეეხება სააგენტოს მონაწილეობას ამ ფონდში, ის მონაწილეობს როგორც კომანდიტი, ეგრეთ წოდებული შეზღუდული პარტნიორი, ანუ ფონდის ინვესტორი. ფონდი თავის მხრივ არის დახურული საინვესტიციო ფონდი, რაც ნიშნავს, რომ მას გააჩნია საქმიანობის წინასწარ გაწერილი კონკრეტული ხანგრძლივობა, რომლის შემდგომაც ფონდი თვითლიკვიდირდება და ის მოგება და შემოსავლები, რომელიც ექნება დაგენერირებული, გადანაწილდება პროპორციულად მის ინვესტორებზე. აღნიშნული ფონდის ვადა მისის დაფუძნების დოკუმენტების მიხედვით შეადგენს 10 წელს.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობა აღნიშნულ ფონდში შესაბამისი მთავრობის განკარგულების მიხედვით განსაზღვრულია მაქსიმუმ 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც მოიცავს ასევე ფონდის საკომისიოსა და სხვა ხარჯებს, ხოლო ფონდის მთლიანი სამიზნე მოცულობა წარმოადგენს 20 მილიონ დოლარს. ფონდს ყავს აქტივების მმართველი 500 Startups Management კომპანია, რომელიც არის გლობალური კომპანია და 40-მდე გლობალურ ვენჩურულ საინვესტიციო ფონდს მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბში. რაც შეეხება მიზანს და მონაწილეობის, ასე ვთქვათ, შინაარსს, როგორც მოგეხსენებათ, ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობის. ამ მიზნით შეიქმნა თავის დროზე დაახლოებით 10 წლის წინ შესაბამისი სააგენტო და ერთ-ერთი მიმართულება, რასაც ის ანვითარებს, არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სტარტაპებისთვის, მათი განვითარებისა და ზრდისთვის და მოგეხსენებათ, ვენჩურული კაპიტალი არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, აპრობირებული ინსტრუმენტი, მეთოდი, რომლითაც სტარტაპები ახორციელებენ ინვესტიციების მოზიდვას და აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ჩამოყალიბდა და ამოქმედდა, ასე ვთქვათ, ამერიკული აქტივების მმართველის პირობებში კერძო საინვესტიციო ფონდი და სააგენტოს მონაწილეობა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობა ამ ფონდში დიდწილად გახდა წინაპირობა და განმაპირობებელი იმისა, რომ ეს პროექტი შეიქმნა და დაიწყო. რაც შეეხება 24 წლის საანგარიშო პერიოდს 1 იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩათვლით ფონდმა ინვესტიცია განახორციელა დამატებით 18 სტარტაპში, ჯამურად 1.8 მილიონი დოლარის ოდენობით და აღნიშნული პორტფელი შემდეგნაირად გამოიყურება შინაარსის და სექტორების თვალსაზრისით, ესე იგი 18 სტარტაპიდან სერვისად მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპი არის 9, ფინანსური და საგადასახადო ტექნოლოგიებში მოღვაწე სტარტაპი არის 2, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში 1 სტარტაპი, ტექნოლოგიები ადამიანური რესურსების მართვისა და დასაქმების ინდუსტრიაში 3 სტარტაპი, მარკეტინგული და სარეკლამო ტექნოლოგიების მიმართულებით 1 სტარტაპი, სამომხმარებლო ინდუსტრია 1 სტარტაპი და პროდუქტიულობის ზრდისთვის საჭირო ტექნოლოგიები ასევე 1 სტარტაპი. ჯამურად, რაც შეეხება ფონდის არსებობის პერიოდში დღევანდელ დღემდე განხორციელებულ ინვესტიციებს, ჯამში ეს არის 56 სტარტაპში განხორციელებული ინვესტიცია 5.6 აშშ დოლარის ინვესტიციის ოდენობით. რაც შეეხება ფონდის ამონაგებს, როგორც მოგეხსენებათ, ფონდის სტრატეგია პირველი 5 წლის განმავლობაში ითვალისწინებს ინვესტირებას სტარტაპებში, მათ განვითარებას, ზრდას და საერთაშორისო მასშტაბირებას და მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხდება უკვე, ასე ვთქვათ, ინვესტიციიდან გამოსვლა ფონდის მიერ და შესაბამისად უკვე ამონაგების განაწილება ინვესტორებს შორის. შესაბამისად ამ ეტაპზე 2024 წლის განმავლობაში ფონდის აქტივობა ითვალისწინებდა მხოლოდ ინვესტიციებს, რის შესახებაც უკვე მოგახსენეთ. ეს არის 20 წლის ასე ვთქვათ, გაწეული საქმიანობის შესახებ და კითხვების შემთხვევაში მზად ვარ უპასუხო. გმადლობთ. კი ბატონო, შეკითხვებით ვარს. ბატონო ირაკლი, თქვენ აწარმოეს საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ რამოდენიმეჯერ განვიხილეთ, მათ შორის აუდიტის დასკვნაც იყო და ჩადებული თქვა 100 პროგრამაზე რამდენმა გაამართლა, რამდენი რაღაც ისეა და რომელიც საერთოდ არ გამართა. აი აქ ასეთი სტატისტიკა თუ გაქვთ, რომ სადაც ჩაედო ეს თანხები, როგორ მუშაობს ეს კომპანიები და რა ხდება? რაიმე სტატისტიკა თუ გაქვს? კონკრეტულ კომპანიებზე რიცხობრივი სტატისტიკის წარმოდგენა ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი, თუმცა საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს ინვესტირება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთელი რიგი სტარტაპები, რომლებშიც უკვე არის ფონდის თანხები ინვესტირებული და შესაბამისად სააგენტო ფლობს უკვე წილს, მათი წინასწარი შეფასება 10 მილიონობით არის გაზრდილი. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა და ფონდის საქმიანობა იქნება საკმაოდ წარმატებული როგორც ეკოსისტემისთვის პირველ რიგში, ვინაიდან სახელმწიფოს მონაწილეობა ფონდში უპირველესად მოტივირებული იყო იმით, რომ ფონდი შემდგარი იყო და ასეთი ტიპის საინვესტიციო რესურსი გაჩენილიყო ჩვენი ეკოსისტემისთვის, თუმცა უშუალოდ ფონდის ფინანსური შედეგიანობაც მოლოდინი არის, რომ იქნება საკმაოდ მაღალი და ჯერჯერობით ყველა წინაპირობა ამაზე მეტყველებს რა ინფორმაციასაც ვიღებთ აქტივების მმართველი კომპანიიდან. კი ბატონო, თუ რაიმე შეკითხვა არ არის და შენიშვნა, მაშინ დაუჭიროთ ხარი. კი ბატონო, მადლობა. მადლობთ ბატონო.
SIPS საპენსიო სააგენტოს 2024 წლის ანგარიში. მოხსენებელი გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებული ბატონი გიორგი ჭიჭინაძე. გთხოვთ ბატონი გიორგი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მივესალმებით ამსწრის საზოგადოებას. დღეს წარმოგიდგენთ 2024 წლის ანგარიშს. როგორც მოგეხსენებათ, 2024 წელს გარკვეული ცვლილებები შევიდა. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში, ჩამოყალიბდა ერთიანი მმართველობითი საბჭო, განისაზღვრა სპეციალური ფუნქციები, საინვესტიციო რისკის აუდიტის ფუნქციები. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში მე ვისაუბრებ როგორც საპენსიო სააგენტოზე და ასევე საინვესტიციო საბჭოსაც ვახსენებ. შესაბამისად დღეს ჩვენ წარმოდგენილი ვართ როგორც საქართველოს საპენსიო ფონდი. ანუ კანონში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2025 წლის მაისი. მე დღეს წარმოვადგენ 2024 წლის ანგარიშს და მოვიხსენებ როგორც სააგენტოს. 2024 წელს საინვესტიციო საბჭომ მოახდინა აქტივების განთავსების სტრატეგიის გადახედვა, რომელიც ეფუძნებოდა 23 და 24 წლებში შესულ ცვლილებებს, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად განახდა საინვესტიციო ლიმიტები. აღნიშნულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აქტივების განთავსების სტრატეგიაზე, განსაკუთრებით დაბალანსებული და დინამიკური პორტფელებისათვის, კერძოდ გაიზარდა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტების მაქსიმალური დასაშვები ლიმიტები, შესაბამისად 80% და 60%-მდე, რამაც გაზარდა მოქნილობა და შესაბამისად შესაძლებელი გახადა რისკით შესწორებული შემოსავლიანობის გაუმჯობესება. 2024 წლის სტრატეგიული აქტივების განთავსების ფარგლებში უცვლელი დარჩა საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების და სადეპოზიტო სერტიფიკატების ბენჩმარკ ინდექსები, ხოლო გლობალური აქციების ბენჩმარკ ინდექსი დაკორექტირდა. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების წილი 40%-მდე გაიზარდა, ხოლო დანარჩენი რეგიონების, სამი რეგიონის, ევროპა, განვითარებული აზია და განვითარებადი ბაზრები თანაბარი 20%-იანი წილით წარმოდგა. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს და საინვესტიციო შედეგებს. 2024 წლის ბოლოს საინვესტიციო სამსახურის მიერ საინვესტიციო მიზნებისთვის ფლობელი წმინდა აქტივების ღირებულება 6 მილიარდ 64 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წლის ბოლოსთან შედარებით მილიარდ 706 მილიონი ლარით ზრდა არის. აღნიშნული ზრდა მოიცავს მილიარდ 151 მილიონ ლარის კონტრიბუციას, წმინდა კონტრიბუციას და ინვესტიციები და მიღებული ამონაგები 2024 წელს შეადგენდა 564 მილიონ ლარზე მეტს. 2024 წლის ნომინალურმა წლიურმა ამონაგებმა 11.6% შეადგინა. დაბალი ინფლაციის ფონზე ასევე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა 2024 წლის რეალური ამონაგებიც და 9.5%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ საპენსიო წლიური ნომინალური და რეალურმა შემოსავლიანობამ ბოლო 6 წლის მანძილზე შეადგინა 9.9%. ეს არის ნომინალური მონაცემი და ბოლო 6 წელი. წლიური გაწლიურებოდა 9.9% ეს არის ნომინალური და 3.9% ეს არის რეალური, ეს არის გაწლიურებული შედეგი. 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით კონსერვატიული პორტფელის მთლიანი აქტივების 98.9%, ანუ 5 მილიარდ 997 მილიონი ლარი წარმოადგენდა კონსერვატიულში, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები 0.6% და 0.5%-ს ინაწილებენ დაახლოებით 33 მილიონ ლარს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის, რომ 2024 წელს აქტივების რეალოკაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა და კონსერვატიული პორტფელიდან დინამიურ პორტფელში 6.7 მილიონი ლარი გადავიდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო 2024 წლის მოვლენა, როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ობლიგაციებში, ეგრეთ წოდებული EBRD-ის ობლიგაციებში ინვესტირება მოხდა. ეს იყო ერთი ტრანზაქციად განხორციელებული მსხვილი ინვესტიცია, უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მქონე ინსტრუმენტში, 3A-ის მქონე ინსტრუმენტია. ინვესტიციის ჯამური მოცულობა შეადგინა 150 მილიონი ლარი, ხოლო ვადიანობა განისაზღვრა 5 წლით. აღნიშნულმა ტრანზაქციამ კონსერვატიული პორტფელის ხარისხი გაუმჯობესა და EBRD-თან გრძელვადიანი პარტნიორობის დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი.
რაც 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო სამსახურის მიერ ფლობილი აქტივების, საპენსიო აქტივების 91.1% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 18.4% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში. რაც შეეხება აქტივების განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, ესე იგი საანგარიშო პერიოდის ბოლოს 58.9% განთავსებული იყო 10 კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებში, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 2.1% ნომინალურ ფლობელობის ანგარიშზე გვაქვს მიმდინარე ანგარიშებზე, რომელსაც ერიცხება ცვლადი, უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 16.5%, ხოლო საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 17.2% შეადგენდა. აქტივების 0.4% ევროობლიგაციებში განთავსებული, 2.5% საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ობლიგაციებში. შესაბამისად, ყველა განთავსებული ინვესტიციების საკრედიტო ხარისხის მიხედვით 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აქტივების 88.8% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე ერთი საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებსა და ფასიან ქაღალდებში. 2024 წელი საპენსიო სააგენტოს პორტფელებისთვის საკმაოდ კარგი წელი გამოდგა გაზრდილი არასტაბილურობის მიუხედავად სამი პორტფელის ამონაგებმა ორნიშნა ზრდას მიაღწია. დინამიკურმა პორტფელმა გასული წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი გამოავლინა და წლიურმა ამონაგებმა 3.6% შეადგინა, რაც პორტფელში გლობალური აქციების მაღალი პროპორციით იყო გამოწვეული. დაბალანსებული პორტფელი ამავე პერიოდში 12.8% გაიზარდა, ხოლო კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობამ სადაც გლობალური აქციების წილი ყველაზე დაბალია 11.6% შეადგინა, რაც ასევე საკმაოდ კარგი შედეგია. შედეგად კონსერვატიული პორტფელის რეალურმა ამონაგებმა გამომდინარე იქიდან ინფლაცია იყო 2024 წელს დაბალი 9.5% შეადგინა, დაბალანსებულის 10.7%, ხოლო დინამიკურის 11.5%, რაც ძალიან წარმატებული და პოზიტიური შედეგია. აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელის მაღალ მომგებიანობაზე დადებით გავლენას ახდენს საერთაშორისო აქციების პორტფელის მომგებიანობა, ვინაიდან დინამიკურ პორტფელში აქციების წილი ყველაზე მაღალია. რაც შეეხება საოპერაციო და ადმინისტრირების ნაწილს, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სისტემაში დარეგისტრირდა 11.906 დამსაქმებელი და გაწევრიანებული იქნა 104.033 დასაქმებული. შედეგად წლის ბოლოს საერთო რაოდენობა რეგისტრირებული შეადგინა 1.582.000 ადამიანი, აქედან კანონით დაშვებული ფარგლებში გავიდა 173.000 ადამიანი 2019 წლის 1 იანვრიდან 24 წლის 31 დეკემბრამდე და სისტემაში დარჩა 1.395.000 მონაწილე, რომელსაც აქვს განხორციელებული ერთხელ მაინც შენატანი და კონტრიბუცია. რაც შეეხება საპენსიო აქტივების გაცემას, 2024 წლის პერიოდის განმავლობაში 8363 პირზე მოხდა პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული სქემის შესაბამისად და გაცემულმა აქტივებმა შეადგინა 39 მილიონ ლარზე მეტი. ჯამში 2019-2024 წლებში 15.458 პირზე იქნა გაცემული პენსია, ეს ითვალისწინებს მემკვიდრეებსაც, შეზღუდული შესაძლებლობის პირებსაც და ქვეყნის დატოვებას, რომელსაც მცირე წილი აქვს. და ჯამურმა თანხამ შეადგინა 61 მილიონ ლარზე მეტი. და ბოლოს სააგენტომ 2024 წელს წარმატებით გაიარა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემების ISO 27001-თან შესაბამისობა, სადაც არ გამოვლინდა არც ერთი ძირითადი ამ მცირე შეუსაბამობა და წელსაც უკვე ახალი სტანდარტით 2022 წლის სტანდარტით გავდივართ შესაბამისობას ინფორმაციული უსაფრთხოების და ველოდებით მაკონტროლებელ ვიზიტს უცხოეთიდან. მადლობა. წარმოდგენილი ანგარიში უფრო ფართოა, ბევრი დეტალია, ბევრი ტექნიკური საკითხია და ბევრი კითხვას მოიცავს. ბატონ გიორგის სურსტიკოა. ესე იგი, მოგესალმებით. ესე იგი, სამი შეკითხვა მაქვს მე ჯერჯერობით. პირველი რაც მაინტერესებს, საქართველოში არსებულ ბანკებში წილობრივად როგორ არის გადანაწილებული საპენსიო თანხები. მეორე, ესე იგი, საქართველოში
რამდენი პროცენტია ინვესტიცია ქართულ პროექტებში თუ აკეთებთ ინვესტიციას და როგორ არის ამის წილი ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე ვინ წვიტავს სად გავაკეთოთ ინვესტიციები საპენსიო ფონდის დიახ მოგახსენებთ და როგორ წვიტავს რა ეს საბჭო როგორ წვიტავს დიახ სხვა შეკითხვები ხომ არ არის ძალიან ბატონო მეკითხება ესეთ შეკითხვა, ანუ იმ 8000 ადამიანს, რომელიც თქვენ ახსენეთ პრეზენტაციის დროს, რამდენად განსხვავებული აქვს პენსიის ზღვარი, ჩვეულებრივ რეგულარული საპენსიო საქმში მყოფი, რომელიც ბენეფიციარისგან, რომელიც იღებს სახელმწიფო პენსიას. ანუ ის თანხა რამდენია საქართველოს მოქალაქის საპენსიო საქმში მყოფის და სააგენტოს მიერ გაცემული თანხა იმ 8000 ადამიანზე. სხვა შეკითხვები არ არის? კი ბატონო. და მე მაინტერესებს ჩვენ რომ კანონი მივიღეთ, ვინც დეკლარაციას აკეთებდა, მაგრამ შემდეგ არ იხდიდა. როგორ მუშაობს ეს და რა ხდება ამასთან დაკავშირებით? დიახ, მოგახსენებთ. ბოლო კითხვებიდან დავიწყებთ. პირველი გავცემთ ბატონო გიორგის 8000 ადამიანი, რომელსაც გავეცით ახლა ის 24 წელში იყო და მთლიანად არის 15000 ადამიანი, კანონი თვალისწინებდა ერთიანი გატანასაც რაღაც ლიმიტის ქვევით. უმეტ 99% არის ერთიანი გატანით დანაზოგი. ანუ კანონი იძახის ესეთ რაღაცას, რა პენსიო სააგენტოს შეუძლია დაადგინოს თანხა ჯამური მოცულობის ოდენობა, რომელიცაც გაიტანს. ჩვენ ეს დავადგინეთ, ავიღეთ გამომდინარე იქიდან, რომ ჯამური მოცულობა თუ გავყავით ჩვენ დარჩენილ სიცოცხლის ოდენობაზე და მაგალითად თუ გამოვიდა 100 ლარი. ჩვენს ნორმატიულ აქტში წერია, რომ თუ 10% არის საშუალო ხელფასის 10%-ის ქვევით გამოდის თვიური მისაღები პენსია, ანუ 99 ლარი თუ გამოუვიდოდა ამ ადამიანს თვიური პენსია 10%-ს რო გავამრავლებდით საშუალო ხელფასზე, მაშინ ამ ადამიანს მთლიანად ვატანდით თანხას იმ და ჯამურს. ეს ზღვარი გაივლო სადღაც 45000 ლარზე. ანუ 45000 ლარამდე თუ მოგმართავს დანაზოგზე, ამ შემთხვევაში ერთიანად ვატანთ. პროგრამული გატანით ყავს 14 ადამიანი, რომლის საშუალო არის 200 ლარიდან ზევით და არიან ვისაც მეტი დანაზოგი ჰქონდა, თვეში ახლა ყავს 2 ადამიანი, რომელიც 1000 ლარსაც იღებს პენსიის სახით, იმიტომ რომ მეტი დანაზოგი ჰქონდა. ჩვენ ახლა ამ ზღვარს კიდე საბჭოსთან, მმართველობის საბჭოსთან შეთანხმებით ვცვლით და იმ გამომდინარე იქიდან, რომ თვეში მისაღები პენსია არ იყოს ადეკვატური და გონივრული, არ იყოს 100 ლარი და ასე შემდეგ, რომელიც დაახლოებით გაუთანამდება არსებულ სახელმწიფო პენსიას და ჯამური ოდენობის თანხას ზღვარი გაივლის სადღაც 90000 ლარზე. ანუ 90000 ლარზე ქვევით თუ ექნება დანაზოგი, თუ მოგმართავს და ეკუთვნის საპენსიო ასაკია, ან შიშუმო ისედაც ერთიანად იღებს, ან საპენსიო ასაკია ძირითადად ეს ადამიანი მიიღებს ამ ერთიან თანხას. დანარჩენ შემთხვევაში უკვე ნაწილდება. ყავს ახალი დანიშნული, რომელსაც 1000 ლარს იღებს პენსიას დანაზოგი და ყოველთვიურად. უკვე. აი ეს არის ჯერ მონაცემი, იმიტომ რომ 14-ზე მეტი პროგრამული გატანით არავინ არ იღებს. ძირითადად ერთიანი გატანით არის წაღებული. დიახ. ჩემი კოლეგას დამეხმარება ბატონი გიორგი მიხელიძე, საინვესტიციო სამსახურის რისკის სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი, რაც კითხვა იყო დასმული, ვინ წვიტავს მმართველობითი საბჭო ჩამოყალიბდა ერთიანი მმართველობითი საბჭო 2025 წლის 1 მაისიდან. ეს არის 9 კაცი არჩეული, 8 არის შერჩეული ღია კონკურსის წესი და 1 არის თანამდებობრივად სახელმწიფოს პრემიერის მიერ დანიშნული პირი წარმოდგენილი. ამ 8 ადამიანიდან ეხა კონკრეტულად იქნება კომიტეტები, რომელიც უკვე შექმნილი არის, საინვესტიციო კომიტეტი არის, რისკის კომიტეტი, აუდიტის კომიტეტი და ასე შემდეგ. მანამდე იყო საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული და სამეთვალყურეო საბჭო ცალკე იყო მინისტრებისგან და საინვესტიციო საბჭო კანონიდან გამომდინარე პოლიტიკის, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს შეიმუშავებდა და იქ განსაზღვრავდა თავის ზღვრებს და იმის შესაბამისად ლიმიტების შესაბამისად
შესაბამისად მონაწილეობდა ინვესტიციებში უფრო დეტალურად გიორგის სიტყვის და პირველი საინვესტიციო ნაწილი ხდება რომ კომიტეტი განიხილავს, შემდეგ კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მიმართავს თუ დიდი ინვესტიციას ეხება, მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველობით ეხლა, მანამდე სამეთვალყურეოც იყო, მაგრამ ეხლა მმართველობის საბჭო და ხდება ესეთ გადაწყვეტილებები. ანუ კონტრიბუციები დავამატ ვინ არჩევს ამას, ანუ საიდან შედის ეს რომელ სადჩადონ ფული, ანუ საბჭომდე სად მოხდება. დანარჩენს გიორგი გიპასუხებთ უფრო დეტალურად როგორ ხდება დეტალური ტექნიკური. ანუ რეკომენდაციას ვინ აძლევს რა? ეხ მადლობა. საუბრობთ 2024 წლის გადაწყვეტილებებზე, აქედან გამომდინარე ამ დროს მოქმედებდა საინვესტიციო საბჭო. საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს გრძელვადიან აქტივების სტრატეგიულ განაწილებას, რაც პორტფელის 80% კონსერვატიული პორტფელის იგულისხმება, რომ ინვესტირებული იქნება საქართველოში. კონკრეტულად ეგრეთ წოდებული სტრატეგიული აქტივების განაწილება, ანუ benchmark პორტფელები წარმოადგენილი იყო როგორც 62% სადეპოზიტო სერტიფიკატები, იგულისხმება ბანკები, ქართული სახაზინო ობლიგაციები 20% და დარჩენილი 18% უცხოური აქციები. ასევე პროცენტული მაჩვენებლები განსხვავდება დინამიკური და დაბალანსებული პორტფელისთვის, თუმცა თუ საუბრობთ საერთო აქტივების რაოდენობაზე, 99% მთლიანი საპენსიო აქტივების არის კონსერვატიული პორტფელში წარმოდგენილი. კითხვა ჩაგეძიებით რა. თქვენ თქვით რომ 80% ხდება ინვესტიცია საქართველოში ამ თანხების? დიახ. შეიძლება ცოტა თქვენ ახლა მაგ საქმეში ხართ ძალიან ჯახედული, გარკვეული და თქვენი კუთხით უყურებთ, ჩვენ საზოგადოებაც გვიყურებს. ესე იგი საქმე რაშია? გვაქვს კანონი. სადაც არის გაწერილი, რამდენი სად უნდა ჩაიდოს. რომ გინდოდეს უცხოეთში ჩადება, იმას ვერ გაცდები იმ ზღვარს, რაც არის. ჩამონათვალია სად რა უნდა ჩაიდოს. უბრალოდ ამ კანონის ჩარჩოდან გამომდინარე, შემდეგ საინვესტიციო საბჭო, აქამდე ეხლა რა ქვია, მმართველი საბჭო ახდენს შეფასებას სად უნდა ჩაიდოს ეს თანხა. აი აბა გიბოდიშთ. ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ ძირთადი მოდის ბანკებზე, ძირთადი ხო და აი ერთ-ერთი კითხვა იყო ჩემი, აი მან მინდა რომ დავაზუსტოთ, რომელ ბანკებზე მოდის და როგორ არის გადანაწილებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ორი ძირითადი ბანკი ეს არის TBC და საქართველო ქართული წარმოშობის არ არის, აქციონერები არიან ძირითადად უცხოელები და აი ქართული ინვესტიციაზე გაუგნეთ მე, აი სადიდება და როგორ არის გადანაწილება. დიახ, უპასუხებ შესაძლებლობის ფარგლებში, ანუ რადგან 60% ჩვენი აქტივების განაწილებულია საქართველოს ქართულ ბანკებში და საქართველოში არსებულ ბანკებში. წუთით. ჩვენ ამ წუთში ინვესტიცია კი არ გვაინტერესებს, ის საინტერესოა რომ თავარი რომ პენსიონერებში რჩეთ ეს თანხა. ბანკებში მინდო არის ჩადებული, რომ ბანკი აქვს ჯერ ერთი მაღალი რეიტინგი, რაცაც საკმაყოფილოა. მეორე არის სრულ კონტროლზე ეროვნული ბანკისგან. ანუ ვიცით იქ რა ხდება და თუ რაიმე პრობლემური არის იქიდან ეს თანხები გამოვა. აქ არის უსაფრთხოებაზე ჩვენთვის ეს არის მთავარი პენსიონერების და მერი არის ინვესტირება. ჩვენ ახლა იმაზედაც საუბრობდით და მუშაობთ რომ ჩაიდოს ახლა მე კონკრეტულად ვერ ვიტყვი საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ აი ჰესები რო შენდებათ რაღაც, მაგრამ მე პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები რომ ყველგან ჩაიდოს, თქვათ შენებლობა იქნება, ვაჭრობა იქნება თუ რაღაც, იმიტომ რომ ჩვენთვის პირველი ამოსავალი და უმთავრესი არის რომ ერთი თეთრი წარნა დაეკარგოს პენსიონერებს. პროცენტულობა მაინტერესებს ბანკების, აი რამდენად შესაძლებელი ვარ რომ ეს ბანკების მიერ განვაცხადო, ძირითადად ადბანკში გვაქვს ახლა წარმოდგენილი ბანკების ზომებიც ვიცი და შესაბამისად ამის უფლება ახლა იქიდან გამომდინარე რომ ეს კომერციული საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ მათ ყოველ შემთხვევაში მათ ანგარიშებზე დეპოზიტებს ვანთავსებთ და ასევე ერთმანეთის კონკურენტები არიან და გამომდინარე იქიდან რომ ამის მაგრამ ყველას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა და ეხლა თავ შევიკავებდი სიმართლე გითხრათ რომ ესე საჯაროდ განვასხვადოთ ის ჩამონათვალი პროცენტული თუ სად არის განთავსებული. ად ბანკში გვაქვს შესაბამისი წონების მიხედვით როგორც არის და ასევე ეს დავამატებდი რომ ჩვენ ინვესტირება კანონით შეგვიძლია მხოლოდ ფინანსურ ინსტრუმენტში. ფინანსური ინსტრუმენტი არის ჩვენთვის წყარო ინვესტირების. სხვაგან ჩვენ პირდაპირ შესვლა ეხლა დასაშვები გახდა სხვა აქტივებში ინვესტირება, მაგრამ მასაც გარკვეული თავისი შეზღუდვები აქვს, რომ იქ ფონდი უნდა წარმოიყოს საერთაშორისო i5-თან ერთად და ასე შემდეგ.
ქართული კაპიტალის ბაზარისგან გამომდინარე, გიორგი მოგახსენებთ, ჩვენ სადა გვაქვს ინვესტირებული, შეძლებს და გვარად. რა თქმა უნდა, ზუსტი პროცენტული განაწილება ბანკების მიხედვით ამ ეტაპზე არ შემილია, რომ საჯაროდ გითხრათ, თუმცა ინვესტირება დამოკიდებული არის ბანკის კაპიტალზე, რადგან ბანკის კაპიტალის 40%-ზე მეტის ინვესტირება არ შეგვიძლია კონკრეტულ ბანკებში, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ბანკები, რომლებიც მცირე წილით არიან წარმოდგენილები, ინვესტირებული თანხა CD-ებში, სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის შედარებით ნაკლები და ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, საქართველოს ბანკსა და TBC ბანკზე. რაც შეეხება კორპორაციულ ობლიგაციებს და ინვესტირებას კერძო სექტორში, ჩვენ დაახლოებით 70 მილიონი ლარი გვაქვს ინვესტირებული კორპორაციულ ობლიგაციებში. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს ბაზარი არ არის დიდი, არის მზარდი, თუმცა ამ ეტაპზე არის მცირე და ჩვენ ასევე გვზღუდავს რეგულაცია, რომ არ შეგვიძლია კონკრეტულ ერთ კორპორაციულ ობლიგაციაში 25%-ზე მეტის ინვესტირება გამოშვებული ფასიანი ქაღალდების. რაში არის საქმე? ჩვენ მინდა რომ გავაკეთოთ ქართული საქმე. ანუ მადმინდა და ეს გადანაწილება, ეს ყველაფერი რეგულაციები მე ვიცი, მაგრამ აქ საჭიროა უფრო მეტი ინვესტირება საქართველოში რა, ჩემი აზრით და უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს ქართულმა ფონდებმა. აი ეს არის მნიშვნელოვანი. სრულად გეთანხმებით და ამ ნაწილში ალბათ კორპორატიული მართლობა კომპანიებიც უნდა გაჩნდნენ, რომელიც შესთავაზებენ კაპიტალის ბაზარს. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში დარჩეს ეს ქართული საპენსიო ფონდის ინვესტიციის მოგება. დარჩეს ქვეყანაში და სხვა კომპანიებმა არ გაიტანოს ქვეყნის გარეთ. რა თქმა უნდა, რაც ძირითადად ეხლა სულ ქვეყანაშია და აქ რჩება. კი ბატონო, შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად ეს დავამატებდი შეიძლება. კი ბატონო. გასაგებია, რომ რისკების მართვა ხდება და სწორია, ეგრეც უნდა იყოს, როგორც ბატონმა პატამ აღნიშნა, ეს საზოგადოების ფულია, ჩვენი მოქალაქეების ფულია და უნდა იყოს დაცულ აქტივებში. მაგრამ ერთი რაღაცა, მეტი ინფორმირებულობა უკეთესი იქნებოდა საზოგადოების, რომ მოხდეს თუ როგორ მუშაობს საპენსიო ფონდი, იმიტომ რომ უამრავ ადამიანს აქვს კითხვა ეს ფული კი ბატონო გვეჭრება, მაგრამ რა სახით გვიბრუნდება, როგორი მატებით გვიბრუნდება, ამაზე უკეთესი იქნება მეტი აქცენტების გაკეთება, იქნება ეს სატელევიზიო გადაცემები, რა ვიცი, ხშირი შეხვედრები მოსახლეობასთან, იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ, მეტი სანდოობა და კრედო გაიზრდება, რა თქმა უნდა, საპენსიო ფონდის. მადლობა. ნამდვილად ერთი კითხვა მაქვს. მე მესმის რომ კანონი გზღუდავს და კანონში პირდაპირ არის გაწერილი რამდენი უნდა იყოს ამ მიმართულებით და ამ მიმართულებით და ასე შემდეგ. აი თუ შეიძლება თქვენი დიდი პრაქტიკა გაქვთ და გამოცდილება და ამ თემას ზემუშაო და აკვირდებით. შემდგომ ეტაპში კანონის შეცვლის შემთხვევაში თუ შესაძლებელია რომ თავისუფალი იყოს თანხების ჩადება და არ იყოს შეზღუდები მაგალითად საბანკო სფეროში ამდენი, ამაში ამდენი, ამაში და სხვადასხვა მიმართულებით თუ მაგალითად გარკვეულ პროექტზე, გრძელვადიანი პროექტი იქნება თუ მოკლევადიანი, მოიტანს ესა თუ ის კომპანია მაგალითად რაღაცას აკეთებს, რაღაც უნდა შექმნას და მოიტანს რომ ეს გარკვეულწილად ეს თანხა არ დაგეკარგება და საბანკო გარანტიებს, რომელიც ის რაც იქნება მოთხოვილი. თუ შეიძლება ამაზე საუბარი და თუ არა და მაშინ თუ ეხლა მზად არ ხართ, შეიძლება რომ ვიფიქროთ რომ თავისუფალი იყოს ეს თანხა ბაზრისთვის. მაგალითად ამა თუ კომპანიას თუ კორპორაციას თუ აქვს რამე ისეთი იდეა და ეს მოეწონება და ბანკი ამას დააფინანსებს, ხო თქვენ იცით რომ ბანკი საბანკო გარანტიას არ გაცემს ისე თუ მთლიანად არ შეისწავლეს პროცესი გამიგე. ამიტომ რო გავათავისუფლო მთლიანად და ეს თანხები არ იყოს ბანკებში და იქიდან პროცენტს არ ველოდებოდეთ, როცა შეიძლება გარკვეული მიმართულებით იყოს ჩადებული წარმოებაში და იმ წარმოებიდან გარანტირებულად მას საბანკო გარანტიით შეეძლოს რომ თანხა და შეიძლება მინიმუმი რაღაც თქვენი პირობა იქნება გარკვეულად და მიიღოს ეს თანხები რა.
ჩემი პირადი აზრია, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო ფონდი გვაქვს, ფონდი წამიკითხავს, გამიანალიზებია, რომ საწყის ეტაპზე ჩვენაერმა ქვეყნებმა პირდაპირ ინვესტიცია გახსნილად ესე ღიად არ უნდა გააკეთონ აქტივებში და წილობრივი მონაწილეობა ესე ორგანიზაციის მართვაში არ უნდა განახორციელონ. დივერსიფიცირება აუცილებელია, იმიტომ რომ კონტრიბუციები ძალიან დიდია ყოველთვე, 100 მილიონ ლარზე მეტია ყოველთვე კონტრიბუცია, დივერსიფიცირება აუცილებელია. შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით მოხდეს დივერსიფიცირება, ქვეყნის შიგნითაც რაღაცების ლიმიტები გაიზარდოს, ქვეყნის გარეთაც, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ესეთი ინვესტიციები პირდაპირ საწყის ეტაპზე გარკვეულწილად, როდესაც საქართველოს კაპიტალის ბაზარი არ არის მომწიფებული, არ არის კორპორატიული მართლობა ჩამოყალიბებული მაღალ კულტურაზე და ამ შემთხვევაში ფონდის რესურსი, რომ შევიდეს კომპანიის მართვაში, არის შეზღუდული ყველა უმეტეს ქვეყნებში. არიან ქვეყნები, რომლებიც მართავენ და მსოფლიოში წარმოდგენილი ფილიალები აქვს ძალიან ბევრს და მართავენ კომპანიებს და მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება, ძალიან სარისკოა და შესაბამისად ჩვენი მთავარი მიზანი არის მონაწილის ინტერესი და მონაწილის პირადი სარგებელი, რომელიც მიუტანოთ და ჩვენ ამას ხედავთ როგორც კანონით არის განსაზღვრული და მოქმედებთ კანონის ფარგლებში. ალბათ რაღაც გარკვეულ პერიოდი, საშუალებრივ პერიოდში ეს მე ესეთ გახსნას ვერ წარმოვიდგენდი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საზოგადოების ფულია. კოლეგებო, თუ შეკითხვები არ არის ერთი რამის თქვა მეც მინდოდა ბატონმა დავითმა ბრძანა. როდესაც ამ კანონს ვიღებდით, აქტიურად მონაწილეობდით და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული გადაწყვეტილება არის ეკონომიკის კუთხით, რაც მიგვიღია რა მაქვს ხედულობაში, აი მოქალაქისთვის, ადამიანისთვის. 2%-ს დევს თვითონ პიროვნება, 2%-ს დამსაქმებელი და 2%-ს სახელმწიფო, ანუ 100-დან 300 უხდება იქვე თანხა. შემდეგ ნახეთ გავიდე 6 წელიწადი და ყოველ წელიწადს ეს თანხა უკვე გასამაგებული თანხა საშუალოდ იგებს 10%-ს ყოველ წელიწადს. ანუ ყველანაირად წარმატებული საკითხი არის. რაც შეეხება აი ციფრებშიდაც 6 მილიარდიდან, რომელიც ახლა არის დაგროვებული 1.7 მილიონი ამონაგებია. და ის დარჩენილი რაც არის, იქაც ხო მისი რო აიღო, რამდენი პროცენტი გამოვა, არც ვიცი, ძალიან ცოტა გამოვა, რაც თვითონ შეიტანა თანხა მე-13-ზე ნაკლები მე ამონაგები ხო აქვს, ხო და ძალიან ნაკლები. და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველამ, რომ იმუშაოს და კარგად იმუშაოს. რაც შეეხება ბატონი გიორგის წუხილს, მეც იციან კოლეგებმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებს, რომელიც ჩართული ამ საქმეში, სულ მაგაზე მაქვს საუბარი, რომ პირველი უნდა იყოს რაც არ უნდა საინტერესო იყოს ინვესტიცია, მთავარი არის დაცული უნდა იყოს პენსიონერების უფლებები, რომ არ დაიკარგოს, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით კატეგორიული შარშან წინააღმდეგი რო ეს მაღალი რისკიანში გადასულიყო. იქ შეიძლება უფრო მეტი ყოფილიყო მოგებათ 15-20, მაგრამ თუ იმეს სურვილი აქვს, ახლა შეუძლია დაწერს განცხადებას გადავა მაღალ რისკიანში. მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ გარანტია, რომ ეს ფული მათ ეკნებათ. რაც შეეხება საქართველოს ჩადებას, მე ვეთანხმები, რომ ასე რომ აი იქ მე ის გაკოტრდა რაღაც, მე შეიძლება რაღაც კორუფციული არამედ მე ვფიქრობ, ეს უკვე ჩემი აზრი არის და ვიცი რომ ბევრი ასე ფიქრობს, თუმცა საინვესტიციო საბჭოს გადასაწყვეტია. რომ დიდ პროექტებში, რომელიც არის გარანტირებული არის. მე არ ვამბობ რაღაც საწარმო, რომელიც შეიძლება ახლა კარგი ჩანს, მაგრამ გაისად აი მაგალითად ჰესები, რომელზეც მithumedes მოსახლეობაც იძახის, რომ არ გვინდა კერძო და უცხოელმა გააკეთოს ქართულმა ფონდებმა, აი უფრო ქართული რა უნდა იყოს პენსიონერების ფულია და ამნაირ რომელიც გარანტირებულად წამგებიანი ვერ შეიძლება იყოს, აი აქ აუცილებლად უნდა ჩაიდოს და ამაში გეთანხმებით, რომ თუ კიდე ასეთი რამე მოიძებნება, ასეთი პროექტები აუცილებლად და ჩვენ ამ თემაზე ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს საკითხები აუცილებლად გადავწყვიტოთ. უბრალოდ მე წინააღმდეგი ვიყავი, მივხედავთ ბევრი დავისა, ახლა მე არ ვწყვეტავ ამ საკითხებს, უცხოეთში უნდა ჩაიდოს, მაგრამ ისეთი ტურბულენტობა არის საერთაშორისო ბაზრებზე, ხედავთ რომ ვინვის მხარეს არის სანქციები რაღაც და ამიტომ ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ ქვეყანას, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს ჩადებული მაქსიმალურად. ამ წუთში თუ არ ჩავთვლით იმ რაც ჰესები და ასეთი პროექტები, ბანკებზე უფრო დაცული
არ არის არც ერთი ობიექტი, სამწუხაროა თუ გასახარელი ფაქტია, იმიტომ რომ ბანკები გამართულად მუშაობენ დღეს საქართველოში, აქვთ დიდი ამონაგები, რაც მნიშვნელოვანია საპენსიო სააგენტოსთვის და კიდევ ძალიან მაღალ დონეზე კონტროლდება ეროვნული ბანკიდან, იცით რომ იქ რამოდენიმე ფონდი არის შექმნილი, თუ რომელიმე ბანკს მოუვიდა იქვე აქვს საშუალება რომ დაეხმარონ და ბევრი მექანიზმი აქვს რომლებიც აკონტროლებენ ამას ყველაფერს და ამიტომ ჩვენს თვლით რომ ეს იდეალური არ არის საბანკო სექტორში ჩადევა, მაგრამ ამ წუთში უკეთესი არ არსებობს. ეს ჩემი აზრი მინდოდა რომ გამომეთქვა ამასთან დაკავშირებით და კიდე ერთს ვიტყვი რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია რომ თუ აქტიურად ვიქნებით ჩართული ყველანი ძალიან კარგია. მე ძალიან მიხარია ის რომ ხალხმა დაიჯერა ჩვენი და შენატანები არის. პირველსავე წელს მიუხედავად იმისა რომ ოპოზიცია ეძახოდეს რა გინდათ, როგორ არა, როგორ შეიძლება და ამას ჩართული იყვნენ სოფლიო ბანკის ექსპერტებიც, უცხოელები და ამას ამ კანონს უჭერდნენ მხარს. მიუხედავად იმისა რომ ოპოზიცია უნდა რომ ეს ცუდია, რაც ბიუჯეტს ჰქონდა გამოყოფილი თანხა, აი ეს 2% თავის არ ეყო და პირიქით დამატება მოგვიწია კიდე ბიუჯეტიდან გამოყოფილი, იმიტომ რომ ხალხმა დაიჯერა და უფრო მეტი შემოვიდა ამ საპენსიო სისტემაში ვიდრე იყო. და ეხლაც მე ბევრისგან მომისმენია რომ ვინც ასაკიდან გამომდინარე შეეძლო რომ არ შესულიყო, წუხს ეხლა რომ ნეტა ეს 2% რას მიზავდა და ამდენი თანხა დამრჩებოდა. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ რომ არ მოგვერიდოს თუ რამე არ მოგწონს თქვათ, მაგრამ ხარი დაუჭიროთ ყველანაირად ამ სააგენტოს. დიდი მადლობა წარმატებები. და ბოლოს საკითხი ჩვენი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილული მოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშების რეკომენდაციები. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 9 ივნისს განვიხილეთ აუდიტის ჯგუფზე და დღეს უნდა დავამტკიცოთ ეს ანგარიშები. ეს ანგარიში იყო SIP ახსრულების ეროვნულ ბიუროს ახსრულებო პროცესის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. პერიოდი მოიცავდა 2020-23 წლებს და 24 წლის პირველ ნახევარს. გაიცა 7 რეკომენდაცია. და მეორე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა ზოგადი განათლების სფეროში. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში პერიოდი 18-23 წლები გაიცა 4 რეკომენდაცია. ტრადიციულად აუდიტის ჯგუფის ხდომას დეპუტატების გარდა ესწრებოდა ახსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ხოლო ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ანგარიშის განხილვას ესწრებოდნენ განათლების მინისტრის მოადგილე და შესაბამისი თანამდებობის პირები, თავისთავად აუდიტის სამსახურის მოადგილე. სამინისტროები დაეთანხმენ აუდიტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს და გთხოვთ რომ დავამტკიცოთ ის რეკომენდაციები, რომელიც იმ დღეს გავიარეთ. დიდი მადლობა, ამით საკითხი განხილული.